გამარჯობა მეგობრებო, დღეს მე ვარ მოსული ლისის ტბაზე. ვარ გამოსული სპინინგით, ესეთი კაი და ბრენდის აბსოლუტი 312 გრამი. როგორც სატყუა რომ მიყენია ესეთი ვიბრო კუდი, სუპერკონტინენტის შემდეგ ოფსეტური კაუჩი და 7 გრამიანი ჩებურაშვა. ამინდზე რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან ქარიანი ამინდი არის. და არა მგონია რამე თუ გამომივიდეს, მაგრამ შევეცდებით დავიჭიროთ თევზი. დღეს მე ვარ გამოსული პაპაჩემთან ერთად. პაპაჩემ თევზაოს ფიდერზე, დონკაზე, მე კიდე სპინინგით ვარ გამოსული. ქარის გამო წნული მუცელს იკეთებს და ძალიან ცუდია. გადავიდეთ სხვა ადგილას. შევიცვალოთ ამ ადგილმდებარეობა. ეხლა ვცადოთ აქეთ ჩაგდება. ნახეთ უბრალოდ ამ წავს მოვედი და უკვე დავინახე მკვდარი თევზი. აგერ კარჩხანა არის. რის გამოკვდება არ ვიცი ეს თევზი, შეიძლება ჰაერის უკმარისობა, შეიძლება ნაგავი, არა და ძალიან დიდი ნაგვის პრობლემა არის აქაც. იქით ხარეს ვიყავი გადასული და ნაგვის პარკები ეყარა სულ ყველგან. ხალხო, ნუ ტოვებთ ხოლმე ნაგავს საერთოდ, სათევზოდ რო გადიხართ ხოლმე რო კეიფობთ, ჭამთ, რაღაცა სვავთ, ნაგავს ნუ ტოვებთ. აიღეთ, გადააგდეთ შემდეგ გზაში. ან არ ვიცი, აქ პარკში არის ნაგვის ურნები და ნაგვის ურნაში ჩააგდეთ მაინც ხოლმე. არ შეიძლება ეგრე, არა. თოლიები დაფრინავენ და ეს იმის მანიშნებელია, რომ თევზი არის ტბაში და ამოდის. ეხლა აქეთ ხარეს გადავიდეთ. ვიმოძრავთ. სპინინგი არის მოძრაობა. გადავიდეთ ეხლა პაპაჩემთან. ნახოთ რას აკეთებს. არის თუ არა თევზი. ეხლა უნდა გადავისროლოთ, ნახოთ რამე არის თუ არა. არაფერია. ეს ახლა უნდა ჩვენ გადავისროლოთ. ახლა ეს ჩვენ მზად გვაქვს. ავიღოთ ანკესი. ჩავაგდოთ. აგერ ჭიაც აქვსეთ და საკვებიც შიგნით აქვს. ეხლა ავიღოთ და დავისროლოთ.
მზადა. ახლა ეს აგესი ვნახოთ. აქ რა ხდება? არის თუ რა რამე. სარუნა ჩავდოთ ჯიბეში. მათთან გვაწყდეს. ძალიან დიდი სიშორეზე მაქვს ჩაგდებული ეს ანკესი და ცოტა დიდი ხანი მომიწევს ამოღება. ჭია აქვს, არის დასამატებელი და საკვები აქვს ჩასაყრელი. ესეც ჩავაგდეთ. ამოვუკრათ და ესეც დავუყენოთ. ჯაგარად დავუყენოთ. ოპა. ესეც მზად არის. ახლა ესეც ჩავაგდოთ. ბაბუ შეასწორე. გაიწიე? ეხლა ესეც ჩავაგდო. ეხლა ეს დონკები ჩავაგდე. ეხლა ვნახოთ რა გვაქვს ჩვენს სილიკონების ინვენტარში. სილიკონები მაქვს ძალიან ბევრნაირი ფორმის ფერის ჩავაგდოთ და ეხლა გავატაროთ. ჩემი ყველაზე საყვარელი გატარება არის 2 წამოქაჩვა, 2 ტრიალი და პაუზა. 2 წამოქაჩვა, 2 ტრიალი და პაუზა. წამოქაჩვა, ტრიალი, პაუზა. პაუზის დროს სილიკონი რო ჩადის ფსკერზე ძალიან კარგად და ეფექტურად ატრიალებს კუდს და ეს იმის პლუსია რომ თევზს უყვარს სილიკონის ბზინვა. ჩავაგდე ძალიან კარგ სიშორეზე. გადავიდეთ ახლა აქეთ ხარეს. სილიკონი ისევ იბორჩხალა მიყენია. ძალიან ქარიანი და ცივი ამინდია და კიდევ არ არის თევზი. საცეპი უკვე აღარ
ნახე? ეს ვიდეო უშედეგოდ არ დამთავრებულა. აი ესეთი კიბორჩხალა დავიჭირეთ ფიდერზე. აი ესეთი კიბორჩხალა დავიჭირეთ ფიდერზე. თევზი არ დაგვიჭერია, მაგრამ კიბორჩხალა დავიჭირეთ. დღეს უშედეგოდ არ დამთავრებულა ეს თევზაობა. ძალიან გასაკვირი იყო, რომ ფიდერზე კიბორჩხალა მოვიდა. აუცილებლად ეს კიბორჩხალა უკვე გავუშვი თავის სტიქიაში. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ უყურებთ ჩემ ვიდეოებს და ნახვამდის.